გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ქართველთა მსოფლიო კონგრესის სახელით, კვლავ და კვლავ. ჩემს პირველ ლაივში ძალიან დიდი გამოხმაურება იყო ყველა ადამიანისგან, როგორც საქართველოში მაცხოვრებელი, ასევე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველებისგან. ამიტომ ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, რომ ეს ლაივიც მაქსიმალურად გადავაზიაროთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ თითოეული ქართველის თვალსაჩინომდე მივიტანოთ ინფორმაციები, რომელსაც ამ ლაივში გავაჟღერებ. პირველ რიგში, მეგობრებო, ასეთი კითხვა მინდა დავსვა. დაიღალეთ თუ არა ყველა ამდენი გაუთავებელი უპერსპექტივობით, რაც საქართველოში ხდება. დაიღალეთ თუ არა იმ გაუთავებელი დაუსრულებელი, ასე ვთქვათ, პროცესებით, რაც საქართველოში მიმდინარეობს. და გაინტერესებთ არის თუ არა გამოსავალი, დიახ, არის გამოსავალი. ოღონდ რასაკვირველია, ეს გამოსავალი შენს გარეშე ვერ იქნება და ვერ შედგება. შენ თითოეულმა თქვენგანმა, რომელიც ამ ლაივს უყურებთ, გააზიარეთ პირველ რიგში, იმიტომ რომ თქვენზე გადის ხიდი ყველაფერი იმისა, რაც შეიძლება შეიქმნას და რაც შეიძლება იქცეს გამოსავლად საქართველოსთვის და მომავალი პერსპექტივებისთვის თქვენი და თქვენი შვილებისთვის. პირველ რიგში, მეგობრებო, სად არის გამოსავალი? გამოსავალი არის ერთიანობაში. ჩვენ იმდენად დავშალეთ ერთიანობა, იმდენად დავქუცმაცდით გარე ფაქტორებით, შიდა ფაქტორებით, რომ პრაქტიკულად აღარც კი გვახსოვს, რას ნიშნავს საქმის ერთობლივად კეთდება. მე აქედან მინდა აუცილებლად უთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მაგალითად რუსთაველზე უკვე 400-ზე მეტი დღეა დგას და აპროტესტებს იმ ხალხს, რომელიც ციხეში არიან. ეს ხალხი არიან გმირები, ეს ხალხი არიან ცოტნე დადიანები. ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ ცოტნე დადიანობა დღეს არ იწვევს კოლექტიური პასუხისმგებლობის გაღვიძებას ხალხში. რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხში არის რაღაცა კითხვები, რომელიც პასუხგაცემას ითხოვს და სხვანაირად ეს კოლექტიური პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. შესაბამისად, მეგობრებო, პირველ რიგში ჩვენი მხარდაჭერა ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს ციხეშია და ასევე, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ცოტნე დადიანობა დღეს არ იწევს კოლექტიურ პასუხისმგებლობას. რატომ? ამას ამ ლაივში აუცილებლად ვიტყვი, ამიტომაც ძალიან მინდა ვთხოვო თითოეულ თქვენგანს, რომ გააზიაროს მაქსიმალურად ეს ლაივი. პირველ რიგში, ქართველთა მსოფლიო კონგრესმა შევქმნით წერილი, რომელიც გახსნის ფანჯარას მოლაპარაკებების და გააჩენს პოლიტიკას, რომელიც მკვდარია დღეს საქართველოში. და ეს ხელოვნურად მოხდა, ხელოვნურად მოკლეს პოლიტიკა საქართველოში. რატომ ამაზე არ დავიწყებ დღეს აქ საუბარს, შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკა არის მკვდარი და იმისთვის, რომ პოლიტიკა გაცოცხლდეს, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გამოშვება ციხეებიდან. აქ გულისხმობ რასაკვირველია ასევე რეჟიმის ტყვეებს და იმ ხალხს საერთოდ ზოგადად, რომელიც პოლიტიკური ნიშნებით იდევნებიან და ზიან საპრობილეებში დღეს. ამ ლაივს აუცილებლად კომენტარებში დავურთავთ წერილს და ძალიან მინდა ვთხოვო ყველას პირველ რიგში, რომ გადააზიაროს ეს ლაივი და მეორე, გაეცნოს ამ წერილს და მოაწეროს ხელი. რაც მეტი ხელმოწერა ექნება, მით მეტი იქნება ძალა ამ წერილის. მეორე, რაც მინდა ყველას კიდევ ერთხელ აუხსნა. საქართველოში იმის გამო, რომ პოლიტიკა მკვდარია, ყველაფერი დავიდა კიანარას რეჟიმზე, აქტივიზმზე, რაც ძალიან უშლის ხელს პროცესების სწორად წარმართვას. და ეს იზრდება ნელ-ნელა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების რისკებში, რომელიც საკმაოდ იზრდება და დიდია ალბათობა სხვადასხვა პრობლემებისა დღეს თუ ხვალ საქართველოში. ამიტომ ეს პრობლემები თითოეულ თქვენგანზე აისახება დღეს თუ ხვალ. შესაბამისად, დღეს უნდა ვიზრუნოთ და ვიფიქროთ და დავსახოთ გამოსავალი თუ რაშია გამოსავალი, როგორ გამოვიდეთ ამ პროცესებიდან და გამოვიდეთ გამარჯვებულები, ქვეყანა გამოვიდეს გამარჯვებული. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, მეგობრებო? საჭიროა ერთიანობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ მიგვავიწყდა როგორ შეგვეძლო ქართველებს ერთად ბრძოლა, ერთად დგომა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ნებისმიერ ომში, რომელშიც ჩვენ დიდი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული ჩვენ წინაპრებს, ყველას ერთმანეთი უყვარდა, ყველა ერთმანეთის გვერდიგვერდ ადვილად იდგა, არ იდგა ყველა ერთმანეთის გვერდიგვერდ, არც აზრობრივად, არც სოციალურად და მენტალურად და ასე შემდეგ. მაგრამ
ბრძოლის დროს ყველა საქართველოსთვის იხარჯებოდა და თავს დებდა. შესაბამისად, დღესაც მეგობრებო, ასეთი სიტუაცია გვაქვს და ჩვენ რომ შევძლოთ გაერთიანება, ამისთვის პირველ რიგში უნდა შევძლოთ ერთი რამ. უნდა ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ თემებზე, რომელიც გვაერთიანებს და სინერგიის ეფექტს გვაძლევს და არა ის თემები, რომლებიც გვყოფს. შესაბამისად, ჩვენი მთავარი თემა ქართველთა მსოფლიო კონგრესში არის ქართული იდეოლოგია და რაც მთავარია, ქართულ ეროვნულ იდეაზე დაფუძნებული ახალი საქართველოს იდეა, რომლის მთავარი მრწამსია და მთავარი ლოზუნგი არის ცოდნა ჩვენი ძალაა, კულტურა ჩვენი კოდია. შესაბამისად, ეს ახალი საქართველოს კონცეფცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ თანამედროვე სახელმწიფო შეიქმნას, დგას სამ ძირითად ღერძზე. სამი ძირითადი ღერძიდან თითოეული არის უმნიშვნელოვანესი. პირველი ეს არის კულტურა, რომელიც არის ჩვენი ტრადიციებიც, ჩვენი წესჩვეულებები და ყველაფერი, განვლილი ისტორია, ცოდნა. შემდეგი ეს არის განათლება, იმიტომ რომ ცოდნაზე დაფუძნებული უნდა იყოს ყველაფერი, რაც გაკეთდება სახელმწიფოში და მესამე ეს არის ტექნოლოგია. ამ სამი პრინციპით უნდა შეიქმნას ახალი სახელმწიფო. ოღონდ ამ ახალ სახელმწიფოზე ყველა საუბრობს დღეს და მე მარტივად დაგანახებთ, სად არის პოპულიზმი და სად არის სიმართლე. მაგალითისთვის, დღეს ყველა საუბრობს განათლებაზე, რომ უი, რაღაცა განათლებაში ისე არ არის და რაღაცა დეტალებზე ჩადიან, იქ ისტორიაში ასე წერია, იქ საქმე ამაში არ არის, მეგობრებო. რა წერია ისტორიაში და სისტემური მიდგომა და ხშირად მოგისმენიათ ალბათ, რომ სისტემური ცვლილებებია საჭირო. რას ნიშნავს სისტემური ცვლილებები? სისტემური ცვლილებები ნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი ღერძი ამ ყველაფრის ინსტიტუციონალური გამართული უნდა იყოს დემოკრატიულად და რაც მთავარია, ის უნდა მუშაობდეს კორუფციის გარეშე. როგორ უნდა შეიქმნა? ამაზე პრაქტიკულად არავინ არ საუბრობს, ყველაფერი დადის სახელებზე და გვარებზე, თითქოს ამ სახელი და გვარებს თუ შევცვლით, სისტემა შეიცვლება, არ შეიცვლება. იგივე შემიძლია გითხრათ სასამართლოზე, მაგრამ ჯერ განათლებაზე დაგანახებთ, სად არის პრობლემა. განათლებაში ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ არავინ არ მსჯელობს, არ ვიცი იმიტომ, რომ არ აქვს საკმარისი ცოდნა, არ ვიცი იმიტომ, რომ უბრალოდ არავის გაუვლია გულში. მთავარი თემა განათლებაში უნდა დაისვას კითხვა ასე, როგორი მოქალაქე უნდა მიიღოს საქართველომ დღეიდან 10 წლის, 15 წლის თავზე, იმისთვის რომ ის იყოს კონკურენტუნარიანი როგორც შიდა ბაზარზე, ასევე გარე ბაზარზე. ამ კითხვას თუ ასე დავსვავთ და შემდეგ გავყვებით, როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა, მაშინ პირველი კითხვა, რაც ჩნდება, არა სკოლას ეხება, ან მე-12 კლასს, ან უმაღლეს, არამედ ეხება პროფესიულ სასწავლებლებს. რამდენი პროფესიული სასწავლებელი გვჭირდება, რა პროფესიებით, მაგალითად, ISO სერტიფიცირებული მექანიკოსები და არ ვიცი, კაფელმეტლახის სპეციალისტები, რამდენი უნდა გამოუშვას ამ ასე ვთქვათ პროფესიულმა სასწავლებელმა, შემდეგ რა პრინციპით უნდა მოხდეს დათვლა, რა ოდენობით უნდა მოხდეს მიღება თითოეულ სპეციალობაზე, იმისთვის რომ ეს ბაზარზე გაჯერებული და თვითკმარი აღმოჩნდეს და არ დაგჭირდეს შემოყვანა არც ჩინელების, არც თურქების, არც სხვა რომელიმე ქვეყნის სპეციალისტების და საქართველოს იყოს თვითკმარი, მათ შორის პროფესიული თვალსაზრისით. ამაზე საერთოდ კაციშვილი არ საუბრობს, თითქოს ესე იგი განათლება მხოლოდ არის უმაღლესი და ახლა აქ უმაღლეს განათლებაზეც მარტივად დაგანახებთ, სად არის პრობლემა და რატომ არის ყველაფერი ის პოპულიზმი, რაზეც დღეს საუბარი მიდის ერთი მხრიდანაც, მეორე მხრიდანაც. არ ვიცი, ეს არის ცოდნის უკმარისობა თუ ნებისმიერი სხვა რამ. დღეს რაღაცნაირად საუბრობენ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი და რაღაცა ბურჯი გამოდის. ტექნიკური უნივერსიტეტი 2000 წელს 96-ში ჩავაბარე, 2000-ში დავამთავრე. ტელეკომის მიმართულებით და წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი ამ წლებში ლაბორატორიაში იდო 2 ამპერმეტრი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, რომელსაც თითს რო დაარტყავდი, ის არის გადადიოდა, გადმოდიოდა, არაფერი შეერთება არ ჭირდებოდა და 2 ცალი ვოლტმეტრი. ეს იყო ჩვენი ლაბორატორია. სწორედ ამიტომაც სადიპლომო ბაკალავრზე ვერ გავაკეთეთ და მქონდა სახელმწიფო გამოცდა, იმიტომ რომ რა სახელმწიფო გამოცდის გარეშე ვერ დავამთავრებდით ბაკალავრიატს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ლიტერატურაც არ არსებობდა, ეს კიდე ცალკე თემაა და დღეს არ მგონია, რომ კიდევ ლიტერატურაც არსებობდეს, რა ტექნიკურ უნივერსიტეტზე საუბრობთ.
მე პირადად არანაირი ამბიცია არ მაქვს, არც პოლიტიკის, არც არაფრის, მათ შორის არც განათლების, მაგრამ თუ მართლა ცოდნაზე და გამოცდილებაზე და პერსპექტივაზეა საუბარი, მივმართავ ყველა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს. ერთი წელი დამნიშნეთ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად და ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოსი გახდება მსოფლიოში ცნობილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ჩაერთვება ბრისტოლის, მიუნხენის, ესპანეთის ყველა ძლიერ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებთან და ასე შემდეგ, როგორც ჰოლანდიის და ასე შემდეგ და შესაბამისად მას არჩევადი ექნება, რომელი ქვეყნის დიპლომი აიღოს. ამის გარდა ის სტუდენტები, რომლებიც წარჩინებით ისწავლიან თავის პროფესიებს, ჩაერთვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აუცილებლად ჰორაიზონის პროექტებში, რომელიც 72 მილიარდი ევროთი წელიწადში ფინანსდება კვლევები ტექნოლოგიური წინსვლისთვის. შესაბამისად, გპირდებით, რომ ტექნოლოგიური პროფესიები საქართველოში გახდება მართლაც დაფასებული და თუ ვინმეს უნდა რომ ისწავლოს, მათ ექნებათ ანაზღაურება მინიმუმ დღიურად 200-300 ევროს ოდენობით და რადგან სტუდენტები იქნებიან, ამასაც მივახწევთ იმედია, რომ სტუდენტურ ჯობებში მისი დაბეგვრა, ანუ ხელფასის ანაზღაურების სარგოს დაბეგვრა იყოს ისეთივე მომხიბვლელი, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. აი ეს არის რეალური, რაც შეიძლება უნდა გაკეთებულიყო დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში და არ გაკეთდა. აკადემიური სექტორი სრულად მკვდარია. რაზე ვლაპარაკობთ? აი ესაა პოპულიზმი, მეგობრებო. ეს არის საქმის არცოდნა და ამიტომაც არასდროს არაფერი არ გაკეთდება, მანამ სანამ ესეთი პოპულისტი ხალხი ეთერ-ეთერ დადიან და რაღაცეებზე საუბრობენ. საჭიროა საქმის მცოდნე ხალხი, რომელსაც მართლა შეუძლია საქმის კეთება, უკეთებია და მომავალშიც გააკეთებენ. ეს რა თქმა უნდა, ჩემი შემოთავაზება იყო პირადი, თუმცა მე სულაც არ მჭირდება რექტორის თანამდებობა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავაკეთო. მე შეთავაზებები ამასთან დაკავშირებით, ჰორაიზონის პროექტებში ჩართვასთან დაკავშირებით ხშირად მქონია სხვადასხვა ხელისუფლებებთან საქართველოში, არავის არ მოუსურვებია. და ეს პრინციპში საქართველოს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ისინი არ არიან ჩართულები დღეს ამხელა მძლავრ დაფინანსების ინსტიტუტებთან, საიდანაც უნივერსიტეტებმა შესაძლებელია გაიუმჯობესონ თავისი როგორც ლაბორატორიები, ასევე ბიბლიოთეკები და ცოდნა და რაც მთავარია სტუდენტებს მიეცეს უზარმაზარი მოტივაცია იმისი, რომ მათ არა მარტო ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დაამთავრონ, არამედ გააგრძელონ შემდეგ დოქტორანტურაში სწავლა. რისთვის უნდა გააგრძელონ დღეს დოქტორანტურაში სწავლა? ვინმე მამიხსენით, რისთვის? რატომ? რომ დაბრუნდეს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ლექციები იკითხოს რისთვის? რა ფასად? ოჯახს შეინახავს? საერთოდ ამ პოპულისტებს სანამ არ მოვიშორებთ, მეგობრებო, მანამდე საქართველოს არაფერი არ ეშველება. ახლა დაუბრუნდეთ საკითხს. იგივე საკითხია, იგივე ეხება აბსოლუტურად სასამართლოს, იგივე ეხება მართლმსაჯულებას და ასე შემდეგ. და აქვე მინდა ძალიან მარტივად გითხრათ, რა განსხვავებაა მაგალითისთვის აქტივიზმსა და პოლიტიკას შორის. როდესაც ძალიან ბევრი მათ შორის ოპოზიციონერი და მათ შორის არასამთავრობო სექტორიდან გამოდიან და რაღაცა კვლევებს დებენ, რომ აი იცით რა, ეს მოსამართლეები უნდა გავყაროთ და უნდა მოვიყვანოთ, რა ქვია, არ ვიცი, საიდან უნდა მოვიყვანოთ, ფრანგები, ბრიტანელები და არ ვიცი კიდე ვინ, გერმანელები და მათ უნდა წაიყვანონ პროცესები. ჯერ ლოჯისტიკურად მაინც თუ აქვთ ამ უბედურებს დათვლილი, რას ნიშნავს უცხოელი მოსამართლე, ქვეყანაში, სადაც პროცესი უნდა წარიმართოს ქართულად. ვინმეს რომელიმე, აი ესაა პოპულიზმი. წარმოდგენაში რო არ არიან. ახლა მეორე ნიუანსი, რაც ყველაზე მთავარია და ძალიან მინდა ყველას გთხოვოთ, რომ გადააზიაროთ მაქსიმალურად ეს ლაივი იმისთვის, რომ ძალიან ბევრმა ქართველმა ნახოს, რას ნიშნავს გამოსავალი.
მაშ ასე, ესე იგი, რაც შეეხება სასამართლოს თემას, მეგობრებო, ძალიან ბევრი იძახის. რაში გვჭირდება ველოსიპედის გამოგონება, აგერ ავიღოთ ამერიკის მოდელი, ან არ ვიცი, ბრიტანეთის მოდელი, ანგლოსაქსური მოდელი, რომელიც ეფუძნება ტრადიციებს. ანუ 1700 რაღაცა 85 წელს მიღებული კანონი ითვლება რეფერენსად მომავალი მოსამართლისთვის, რომ მსგავსი პრეცედენტი თუ იქნება დღეს 2026 წელს მან უნდა იხელმძღვანელოს იმ კანონს. ჩვენ რა ტრადიციები გვაქვს, რანაირად უნდა გადმოვიტანოთ ეს, ვინმეს უფიქრია? აი ამერიკა ხალხს მოსწონს, რომ კარგი ცხოვრება ამერიკაში, ვინც არ იცის და არ არის ნამყოფი და შესაბამისად მას ვაბოლებთ. აი ესაა პოპულიზმი, წმინდა წყლის პოპულიზმი და სინამდვილეში სისტემას ჭირდება ინსტიტუციონალური გამართვა. ორი რამ არის მნიშვნელოვანი სასამართლო სისტემაში. პირველი, როგორ ირჩევა ან ინიშნება მოსამართლე, არის თუ არა ეს გამჭვირვალე პროცესი და როგორ შეიქმნას პროცესი, რომელიც იქნება სანდო როგორც ხალხისთვის, ასევე თავად მოსამართლეებისთვის. და მეორე, რატომ არის დამაზიანებელი ასეთი განცხადებები ყველას გავყრით და ასე შემდეგ. ერთის მხრივ ვიძახი, რომ ყველა უნდა გავყაროთ, მეორეს მხრივ მიდიხარ სასამართლოს შენობასთან და აპროტესტებ, რომ იცი რა, არ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და ასე შემდეგ. ანუ კაცს, რომელსაც ეუბნები, რომ მე უნდა გაგაგდო, ეუბნები, რომ სწორად იმოქმედეო, რატო იმოქმედებს სწორად? აი ესაა ზუსტად პოლიტიკის არცოდნა, რაც კლავს და ამძიმებს მთელ ამ პროცესს, რაც ხდება. ზუსტად იგივეა პოლიციაში. წარმოიდგინეთ, რომ აქციის რაღაც მონაწილეები, რომელსაც შეიძლება არ ესმოდეთ ბოლომდე მთელი ეს პროცესი და რაღაც მონაწილეების ნაწილი, რომელსაც ზუსტად ესმის რასაკეთებენ და სწორედ ამიტომაც ამძიმებენ ამ პროცესს, აი ნახეთ, ხუთი კაცი დგას და აგინებს პოლიციელებს რუსო ეუბნება. და მეორე ხუთი კაცი ეუბნება, ძმაო, არ დაგვარტყა, შენ ხო ქართველი ხარ. და ახლა ეს პოლიციელი უყურებს იქით ხუთ კაცს, რომელიც აგინებს და რუსს ეუბნება და იქით კიდე სხვა ხუთი კაცი დგას, რომელიც ემუქრება, რომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, შენ უნდა დაგიჭიროთ. რას იმოქმედებს პოლიციელი? ეხლა ოდნავ გამჭვირვალე გონებით ვინც ხართ, მიპასუხეთ უცებ. გასაკვირველი, აი ესაა ზუსტად პოლიტიკის არცოდნა. მეორე, ყველაზე მთავარი მომენტი, საქართველოში საპატრიარქოს აქვს 80% ნდობა. ანუ მოსახლეობის, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ემიგრანტების დიდი ნაწილი ენდობა ამ ინსტიტუტს და არა მარტო ენდობა, მისი ნაწილია, ანუ მრევლია. შენ, როდესაც გამოდიხარ შეგნებულად, მიზანმიმართულად, შეუგნებლად, უცოდინრად თუ როგორც არ უნდა იყოს. როდესაც ლანძღავ ამ ინსტიტუტს, როდესაც აკნინებ ამ ინსტიტუტს, როდესაც იძახი, რომ უნდა დავაქციოთ ეს ინსტიტუტი, როდესაც იძახი, რომ ვიღაცები უნდა გავპარსოთ და ასე შემდეგ. და მე მიდიხარ და ეუბნები, რომ ხალხო შემოგვიერთდი. რატო შემოგიერთდება ეს ხალხი? შენ ხომ ამ ხალხის რწმენაზე ცუდად იმუშავე. ესაა ზუსტად, რომ აქტივიზმი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა. არ შეიძლება ლანძღო ის ინსტიტუტი, რომლის მრევლი და ხალხი უნდა იყოს სამსახურში ამ საერთო პროცესის. ესაა ზუსტად, რაც აზიანებს ამ პროცესს და ჯიუტად ვიძახით, რომ გვინდა ეს ხელისუფლება შეიცვალოს. ვერ შეიცვლება ასეთ პროცესებში ეს ხელისუფლება, სწორედ ამიტომაც საჭიროა, რომ გავაჩინოთ პოლიტიკა და გავაჩინოთ პოლიტიკური პროცესი, რომელიც მოიტანს პირველ რიგში ახალ გამოცდილ, მცოდნე, საქართველოს მოყვარულ და საქართველოზე შეყვარებულ ადამიანებს, რომელსაც ესმით მართლაც რაც არის პოლიტიკა. ძალიან დიდი ოდენობის ადამიანები, რომლებიც დღეს პოლიტიკაში არიან და ჩართულები არიან, მათ არათუ ხალხის ნდობა აღარ აქვს, დასავლეთს არ აქვს მათი ნდობა. და როდესაც საუბარია, რომ აიცით რა, მეგობარი აქტი გვიშველის, ამერიკა გადაწყვეტს, ევროპა გადაწყვეტს, მეგობრებო, სუვერენიტეტს საქართველოსას ვინ შელახავს? ამერიკა, ევროპა თუ ნებისმიერი სხვა? რუსეთი იქნება ეს, თურქეთი, ირანი თუ აზერბაიჯანი თუ ნებისმიერი სხვა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მტერია ის, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს შელახავს. და მერწმუნეთ, არ მოგეწონებათ თუ ამერიკა ან ევროპა ქართველი ხალხის გარეშე გადაწყვეტს საქართველოში რა როგორ უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ ქართველებმა უნდა გადავწყვიტოთ და ერთად უნდა გადავწყვიტოთ, როგორი საქართველო გვინდა. მოდით დროებით შევეშვათ იმაზე საუბარს, ვინ ცუდია, ვინ კარგია, ეს ახალი ხელისუფლების პირობებში ახალმა მართლმსაჯულებამ გადაწყვიტოს და გაარკვიოს, ვინ რისი ღირსია.
ჩვენ სინერგიისთვის და იმისთვის რომ გავერთიანდეთ, ვიმსჯელოთ მხოლოდ და მხოლოდ იმ თემაზე, რა გვაერთიანებს და გვაერთიანებს ახალი საქართველოს წყურვილი და სურვილი. ერთად შენების და ერთად ქმედების სურვილი გვაერთიანებს. შესაბამისად, ეროვნული იდეა, რომელზეც ქართველთა მსოფლიო კონგრესი ვსაუბრობთ, შაბათს გაიმართება ონლაინ ზუმი, სადაც ყველას გეპატიჟებით ამ ვიდეოს დაერთვება აუცილებლად კომენტარებში ლინკი ზუმის, რომელზეც შეგეძლებათ ნებისმიერმა თქვენგანმა შემოხვიდეთ და დაესწროთ, ჩაერთოთ და მონაწილეობა მიიღოთ ქართველთა მსოფლიო კონგრესის ამ ონლაინ შეხვედრაზე, სადაც ვიმსჯელებთ სწორედ იმაზე, თუ რა არის გამოსავალი და როგორ შეიძლება, ასე ვთქვათ, ერთად ვაკეთოთ საქმე. ჩვენ ქართველ ხალხს მიგვავიწყდა, რას ნიშნავს გამარჯვება და რას ნიშნავს ერთად რაღაცის დიდის კეთება. ჩვენ ეს ყველაფერი ერთად უნდა აღვადგინოთ, დავიბრუნოთ და ერთად ვაკეთოთ. არაფერი არ გვაქვს გასაყოფი სინამდვილეში. ყველაფერი, რაც ყოფს, ეს არის გარე ფაქტორები და გარედან შემოტანილი, შიგნით გავრცელებული ფაქტორები, რომელიც პრაქტიკულად ხელს გვიშლის ერთად ვაკეთოთ, ერთად ვიდგეთ და ერთად ვაშენოთ ეს ქვეყანა. ამიტომ ძალიან მინდა გთხოვოთ, ამ ასევე ვიდეოს დაერთვება ლინკი, რომელშიც არის ქართველთა მსოფლიო კონგრესში გაწევრიანების პროცედურა. ძალიან გთხოვთ ყველამ შეავსოთ ეს პროცედურა და გახდეთ ქართველთა მსოფლიო კონგრესის წევრი. ახლა მინდა მივმართო ყველას, ლაგოდეხიდან დაწყებული, სარფით დამთავრებული და ემიგრაციაში მყოფ ყველა დიასპორის წარმომადგენელს. საქართველოში მაცხოვრებელო ხალხო, ყველა რაიონს შეგიძლიათ გყავდეთ ერთი წარმომადგენელი ქართველთა მსოფლიო კონგრესში. ქართველთა მსოფლიო კონგრესი იქნება დიდი, ასე ვთქვათ, სამოქალაქო ორგანო, რომელიც პრაქტიკულად შექმნის ახალი საქართველოს კონცეფციას და რომელიც სავალდებულო გახდება ყველა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. რატომ გახდება? იმიტომ რომ თქვენ ყველა იქნებით ქართველთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლები. შესაბამისად, წონა და ძალაც დიდი ექნება. ემიგრანტებს მინდა მივმართო ახლა. ემიგრანტებო, ხო ყველას ნერვები გეშლებათ, რომ მარტო მეწველ ძროხად აღიქვავთ, არა მარტო პოლიტიკური სპექტრი, არა მარტო ოპოზიცია, არა მარტო საზოგადოება და ასე შემდეგ. მათ შორის თქვენი ოჯახის წევრებიც კი. როცა დაჭირდებათ თანხა, ხომ მხოლოდ მაშინ ჭირდებით მათ, არა? პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთვის ხო არავინ არ გეძახით არასდროს. მოდით შევქმნათ ერთი ისეთი, ასე ვთქვათ, ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც სხვათა შორის უკვე იქმნება და ქვია ქართველთა მსოფლიო კონგრესი. ის ეფუძნება ეროვნულ იდეას. ის მხოლოდ და მხოლოდ იმუშავებს საქართველოს პოპულარიზაციაზე. მაგალითისთვის დაფინანსდება გრანტების მეშვეობით დიდგორის ბრძოლის ფილმის გადაღება, რომელიც დაიდება Netflix-ზე და მსოფლიო გაიგებს, რომ ეს ასეთი გმირები არიან ქართველები. მაგალითისთვის შედარებისთვის რომ გითხრათ, 300 სპარტანელის ისტორია და ჰოლივუდური სცენარები, ხო ყველა მსოფლიოში კარგად იცის, რომ 300 სპარტანელი თერმოფილეს ხეობაში და ლეონიდასის გმირობის ამბავი. დავით აღმაშენებლის შესახებ და დიდგორის შესახებ ხო არავინ არაფერი არ იცის. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია რომ ქართული ისტორია და ისტორიოგრაფია გავაცნოთ მსოფლიოს და რა პერიპეტიები უძღოდა წინ, როგორ იცავდა ფარად საქართველოს ევროპას, მათ შორის მონგოლებისგან, მათ შორის თურქ-სელჩუკობისგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ვაკეთოთ ერთად. და ამის გარდა რასაკვირველია, მეგობრებო, ძალიან მინდა მივმართო ემიგრანტებს და კითხოთ. თქვენ ყველას გაქვთ პრაქტიკულად კრედიტი. იმისთვის რომ საქართველოში იყიდოთ და თბილისში გქონდეთ ბინა, უძრავი ქონება. რისთვის ყიდულობთ ამ ყველაფერს? იმიტომ რომ იქ დაიმარხოთ, ხო? და თუ გინდათ რომ იქ დაიმარხოთ, თქვენი შვილები, რომლებიც საზღვარგარეთ იზრდებიან, რომლებიც აღარ საუბრობენ ქართულად. ხომ გინდათ რომ ჩამოვიდნენ და ელემენტარულად აღდგომას საფლავზე კვერცხი გააგორონ და შანთელი დაგინთონ, ხო? თუ ეს გინდათ, მაშინ ერთად უნდა გავაკეთოთ ის ონლაინ სკოლა, რომლითაც თქვენს შვილებს საქართველოს შევაყვარებთ. მათ ეცოდინებათ, რომ ეს მათი ფესვებია. გასაგებია, რომ თქვენ ზრუნველობით
არაფერს არ აკლებთ, გასაგებია რომ ძალიან გიყვართ, მაგრამ ეს არ კმარა იმისთვის რომ მათ სამშობლოში აყვაროთ. ისინი სხვა სოციუმში იზრდებიან და ამისთვის საჭიროა სპეციალური სკოლის შექმნა, რომ ისინი დაბრუნების შემთხვევაში დაბრუნდებიან, მათი დიდი უმრავლესობა ალბათ არ დაბრუნდება, მაგრამ იქ სადაც იქნებიან, იქ რომ იყვნენ საქართველოს ლობისტები, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. სწორედ ამიტომაც საჭიროა დიდი მძლავრი ორგანიზაციის შექმნა, რომლითაც ემიგრაციას მიეცემა წონა. შემოუერთდით ქართველთა მსოფლიო კონგრესს. ამ ვიდეოს ექნება დართული კომენტარებში ლინკი, რომლითაც შეგიძლიათ გაწევრიანდეთ და არ დაგავიწყდეთ. შაბათს თბილისის დროით 23 საათზე გაიმართება ონლაინ ზუმი, სადაც შეგიძლიათ შემობრძანდეთ და ნახოთ მათ შორის როგორ შეიძლება ეძებოთ ერთად გამოსავალი და იხილოთ მათ შორის ის ხალხი, რომელიც არა პოპულიზმის გამო, არამედ ცოდნის და გამოცდილების გამო ცდილობენ ეს ქვეყანა გადაარჩინონ. ერთად გადავარჩინოთ, ერთად ვაშენოთ, ერთად შევქმნათ ახალი საქართველო. სითბოთი, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით და არა ლანძღვით და არა ზიზღით და არა შურით და ბოღმით. საჭიროა სიკეთის კეთება, საჭიროა ერთმანეთის გვერდში დგომა, ჩვენ ეს ყველაფერი დაგვავიწყდა, დაგვავიწყეს და ეს ყველაფერი უნდა ერთად გავიხსენოთ. აუცილებელია ყველაფერი ქართულის დაფასება, ერთმანეთის დაფასება, ერთმანეთის გვერდში დგომა და ეს ყველაფერი იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ შევეშვებით ზისხს, შევეშვებით ერთმანეთისთვის ტალახის მიყრას და ერთად დავიწყებთ ახალ საქართველოზე ზრუნვას. ერთად ვაშენოთ, ძალიან გთხოვთ, უმორჩილესი თხოვნა, ყველამ გადააზიარეთ ეს ლაივი. მადლობა დიდი. მომავალ შეხვედრამდე.